ხდება ომები და მით უმეტეს მსოფლიო ომები, ხო? ეს არის ტერიტორიების გადანაწილება. ან რაღაც ფორმაციების შეცვლა ამა თუ იმ სახელმწიფოში, ანუ ძირეული ცვლილებებისთვის ხდება მსოფლიო ომები. პირველი მსოფლიო ომის მერე, პირველი მსოფლიო ომმა დაასამარა სამეფო ოჯახების მმართველობები, დინასტიების მმართველობები. ისინი რასაკვირველი ისინი არსად არ გაქრნენ, უბრალოდ ისინი გადავიდნენ სხვადასხვა ფორმაციებში. ბოლო აკორდი ასეთი დინასტიის დასრულების იყო რომანოვების დინასტია, მაგრამ სანამ რომანოვამდე მივიდოდით, პირველი მსოფლიო ომის მერე მოხდა ხელახალი მიწების გადანაწილება. კავკასიასაც შეეხო ეს პროცესი და ჩვენთვის დაიდო სევრში, საფრანგეთში ხელშეკრულება, რომელსაც ქვია რასაკვირველი სევრის ხელშეკრულება. მას ასევე უწოდებენ ვუდრო ვილსონის სომხეთსაც, იმიტომ რომ ვუდრო ვილსონმა ცალკე განკარგულება გამოსცა თუ რაღაც ეგეთი, რის მიხედვითაც კავკასია ნაწილდებოდა. შემდეგნაირად სომხეთისკენ გადადიოდა თბილისი და ბათუმი. რასაკვირველია იქ რაღაც შეპარვით არის, რომ ვითომ რაღაც მართლობაში, რაღაც ორმაგ მართლობაში, თუ რაღაც ასე თქვა თუ გადასახადების გარეშე შესვლა ბათუმის პორტში და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერი ეს არის შენიღბული, ანუ გაადვილებული, რომ მოსახლეობისთვის გაადვილებული, რომ ეს ასე კი არა, ანუ ეს არავინ არ აპირებს რაღაცა ტერიტორიების წართმევას და ასე შემდეგ. უბრალოდ სადაც საჭიროა, ისედაც მოვლენ და წაგართმევენ, არ შეგეკითხებიან, მაგრამ რაღაც მომენტებში მაინც ისე ხდება, რომ ეს არ იყოს რაღაც ძალიან აშკარა, ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ აქ ჯერ კიდევ იყო რუსული იმპერია მაშინ და ეს პროცესი ჩაეშვა 1918-1921 წლებში, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. რასაკვირველია ის მიწების გადანაწილება, რომელიც მოხდა ევროპაში, ძალიან კარგად იცოდა ნოე ჟორდანიამ და ნოე ჟორდანია არ ჩქარობდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას. მე, როდესაც განვიხილე მიწა და საკუთრება მიწაზე, იქ გითხარით, რომ ერთ საბირწონე ძალას ყოველთვის აჩერებს მხოლოდ მეორე საბირწონე ძალა. თუ ეს საბირწონე ძალა არ არის, მაშინ პირველი ძალა მიდის იქამდე, სანამ მას ვინმე არ შეაჩერებს, ან რამე. ეს რამე შეიძლება იყოს ბუნებრივი ზღუდე, ან ოკეანემ უნდა შეაჩეროს, ან ზღვამ, ან დიდმა მთებმა დაუშვა და ასე შემდეგ. მაშასე საქართველოს ტერიტორიაზე ამ ტერიტორიის სუვერენ სიტყვას კიდე ცალკე ავხსნი, სუვერენი იყო რუსეთი. როდესაც საქართველოს გამოაცხადა, რუსეთის იმპერია დაიშალა და საქართველოს უნდა გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, ეს ნიშნავს, რომ შენ თვითონ იღებ პასუხისმგებლობას ამ ტერიტორიაზე. ანუ შენ უნდა შეაჩერო თურქეთი, უნდა შეაჩერო სომხეთი, უნდა შეაჩერო აზერბაიჯანი და რასაკვირველია რუსეთიც უნდა შეაჩერო. ამის საშუალება საქართველოს არ ქონდა, ნოე ჟორდანიამ ეს კარგად იცოდა, ასევე იცოდა, რომ ევროპული ძალები სხვა არა ქართულ ძალებზე აკეთებდნენ, აქ ჩამოდიოდნენ, ასე ვთქვათ, ფსონს. მაგალითად, ევროპა ძირითადად ემხრობოდა სომხეთს, საფრანგეთი ძირითადად ვატიკანი, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს მაგათი პროექტია, საფრანგეთის და ვატიკანის პროექტია. ხო, და ეს სევრის ხელშეკრულებაც რასაკვირველია ცნობილი იყო მისთვის და ის არ ჩქარობდა გამოეცხადებიან დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ საქართველო ჩავარდებოდა ძალიან სავალალო მდგომარეობაში.
მაგრამ გერმანიის მთავრობამ ფაქტიურად აიძულა მოთხოვა ნოე-ჟორდანიას, რომ მას გამოეცხადებია დამოუკიდებლობა. ეხლა რატომ მოხდა ეს? გერმანიას ჰქონდა თურქეთში რაღაც სიმძლავრეები, წარმოების სიმძლავრეები და ითვლებოდა თურქეთი ითვლებოდა გერმანიის ასე ვთქვათ საპასუხისმგებლო ტერიტორიად, ასე ვთქვათ. რასაკვირველია, გერმანია ამ დროს რუსეთშიდაც ახდენს რევოლუციას, გერმანიის რევოლუციონერები ემისრები, მაგრამ 18 წლებში რევოლუციის შემდეგ პერიოდში რაღაც ისე მოეწყო სიტუაცია, რომ ტროცკიმ გარკვეული ბერკეტები ჩაიჭირა ხელში და ტროცკი იყო ინგლისის დასავლეთი ევროპის. თქვენ იცოდეთ, რომ ევროპაში არის დასავლეთი ევროპის და აღმოსავლეთი ევროპის შეურიგებელი დაპირისპირება. ამიტომ ევროპის მე არ ვჯერა მათი რაღაც. ისინი გაერთიანდნენ, ამას ცალკე გეტყვით კიდე, რომ ევროპა გაერთიანდა იმიტომ, რომ არ მოხდარიყო ევროპაში ომები. და ეს ომები გადატანილი იყო კოლონიების ტერიტორიაზე და სოფლიოს სხვა წერტილებში. ხო. და ტროცკიმ ჩაიჭირა ხელში, ესე იგი, რაღაც გარკვეული ბერკეტები გერმანელებს შეეშინდათ. და მათთვის უკვე აუცილებელი იყო ახალი პლაცდარმი, თუ დაუშვათ მოსკოვში რაღაც ისე არ წავიდოდა, რომ მას ჰქონდათ რაღაც ახალი პლაცდარმი ინდუსტრიალიზაციისთვის, სადაც ისინი აწარმოებდნენ და საიდანაც ექნებოდათ კოლონიალური შემოსავალი, ასე ვთქვათ. ამიტომ გაჩნდა აუცილებლობა თურქეთის გაძლიერების და თურქეთი როგორ უნდა გაძლიერებულიყო, რასაკვირველია, საქართველოს მიწების ხარჯზე, საქართველოს სომხეთის მიწების ხარჯზე, რასაკვირველია. მას ასე იგი გერმანიამ აიძულა ნოე-ჟორდანია, რომ გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა, ასევე გერმანიამ აიძულა, რომ ართვინში, არდაღანში, არტაანში თუ არდაღანში შესულიყო ბათუმში შესულიყო თურქული ჯარები, რომ უთხრეს, რომ ესენი რუსებისგან დაგიცავენო. არაფერი მსგავსი არ მოხდა, შევიდა თუ არა ჯარები ამ ტერიტორიაზე გამოაცხადეს თურქეთის ტერიტორიად. და საბოლოო ჯამში ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სტალინმა შეძლო დაეწმუნებინა მოსკოვში ლენინი და სხვა რევოლუციონერები, რომ ბათუმი აუცილებელი იყო საბჭოთა კავშირისთვის, ანუ ბაქო-ბათუმის გზა აუცილებელი იყო საბჭოთა კავშირისთვის და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბათუმი დაიბრუნეს ქართულ ფორმაში გადაცმულა რუსმა ჯარისკაცებმა, რასაკვირველია ქართველებთან ერთად, რასაკვირველია, მაგრამ ლოგიკურად და გარწმუნებთ, რომ თურქებს წინ რო არ დაენახათ რუსი, ანუ ომის ბრძოლის დროს, ბათუმისთვის ბრძოლის დროს და ის ბრძოლები, რომელიც მაშინ ჩატარდა, ისინი უკან არ დაიხევდნენ, იმიტომ რომ მათი პოტენციალი იყო მომგებიანი. საქართველოში უკვე შემოვიდა წითელი არმია, საქართველოს უკვე იპყრობს სხვა ძალა და არავითარი ზურგი ქართულ ჯარს არ აქვს და ზურგის გარეშე ომი არ არსებობს. თვითონ თუ მოუძებნე დავდებ მაგ მონაკვეთსაც ბათუმისთვის ბრძოლა, რატომღაც ბოლო ხანებში ვერ ვნახულობ. იქ წერია, რომ რუსების რაღაც დიდი რაზმი სახელიც მახსოვს დიმიტრი ჟლობას მეთაურობით გადავიდა ქართული მაზნიაშვილის ჯარების უკან, ზურგში გადავიდა. ან ეს ნიშნავს, რომ თუ არ მოგეხმარება ეს რუსის ჯარი თავის ჯარისკაცებით, მინიმუმ ლოიალური უნდა იყოს შენს მიმართ და
გაატაროს ტყვია-წამალი, გაატაროს საკვები, იქიდან გამოიყვანოს ჯარისკაცები და ასე შემდეგ. ანუ წინ თუ მტერია თურქეთი და უკან თუ დგას რუსის ჯარი, ისის თუ მტერია შენ შანსი არ აგაქვს, მაგრამ რადგანაც წინ მტერი არის თურქეთი და შენ უგებ თურქეთს ომს, ესე იგი გამოდის რომ უკრინა რუსი გეხმარება. და უკრინა რუსი გეხმარება კი არა, რუსმა ჯარისკაცებმა კიდევ მეორე გადაიცვეს ქართული ფორმა, რადგანაც რუსეთს და თურქეთს არ შეეძლო ურთიერთ აშკარად შეტაკება და რუსებმა დაიბრუნეს ბათუმი. ასე ვთქვათ და თურქებმა შენიშნეს რომ მათ წინაშე ქართველთან ერთად იდგა რუსი და ამიტომ აღარ გააგრძელეს და დაყაბულდნენ იმას, რაც დაუთმო ლენინმა, ასე ვთქვათ რა.